ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. აჭარაში ვართ, სარფში და აქ აღმოვაჩინეთ რამდენიმე კვების ობიექტი, რომელზეც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ ძალიან არ მოგვეწონა. აგერ ქუდიც კი წაიღო ქარმა, შემოდგომა, უამინდობა, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვაშინებს. სახალხო კონტროლი მუშაობას აგრძელებს. გარედან შემოტანილი გასარეცხი ჭურჭელი და აი აქ ეგეთი საშინელება. ჩამოგლეჯვითაც ვერ გულიჭავ რომ გადავაგდო. იატაკი ძალიან ბინძურია. ძალიან ბევრი ბუზია და ყველაფერი რა თქმა უნდა აჯდება პროდუქციას. ხელის მოკიდება და მიკარება მეშინია, იმიტომ რომ აი გიჟებივით დარბიან. ეთყობა კარგი ნაკვები ტარაკნები არიან და ენერგიით სავსე არიან. ფაქტია რომ მაგი და სკამი, სამზარეულო და ყველა დანარჩენი უცხო ნივთი ყველაფერი ერთ სივრცეშია. აგერ შედი, გამოდი, არავინ ხელს არ გიშლის, რაც გინდა აკეთე. ბუმი, ამდენი ტარაკანა ძალიან დიდი ხანია არ მინახია. მოკეთ ვოცდები და ვოცდები. ერთ ჩემ გაოცებას საზღვარი არა აქვს ხოლმე. სკამები, აი ესეთი და აი ესეთი შესასვლელი, რომელიც ღირს 1 ლარი. ნახეთ, 1 ლარი უნდა მისცე. და აი აქ ამ სიბინძურეში შენ მოგცემენ, მოგიწყვიტავენ, მოგიგლიჯავენ აი ამ ტუალეტის ქაღალდს, აი ამას მოგცემენ და აი ესე შეხვალთ ტუალეტში. საქართველოს თურქეთის საზღვარზე ვართ სარფში და აი აქ სავალუტო ჯიხურების უკან არის პარკინგი და არის რამდენიმე კვების ობიექტი. მართალია აი ეგ სახაჭაპურეები ყველა დაიკეტა, იმიტომ როგორც კი დაგვინახეს კამერებით, ეგრევე ჩარაზეს და გაიქცნენ. რატო უნდა გეშინოდეს, არ ვიცი, სახალხო კონტროლის თუ გაქვს კარგი და მოწესრიგებული ობიექტი. ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ აი აქ ჩვენ შევდივართ, ეს არის რესტორანი, უფრო თურქული სამზარეულო, თუმცა ჩვენ ვხედავთ აქ საცხობის პროდუქციას. აი ეს დამწვარი და გადამწვარი ღვეზელი ვიტრინაში ნამდვილად არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. აი ნახეთ, ეს პროდუქტი არ არის, არ ჩანს რო ახალია, არ ვიცი. შეიძლება იმიტომ რა არის შემწვარი უკვე ძალიან შებრაწულია და უკვე გაციებულია და აი ესეთი ვიზუალი აქვს. ვერ გეტყვით. მაგრამ თქვენ თვითონ ხედავთ რამდენი ბუზია, სულ ბუზებია. დავიწყეთ იქედა რომ შემოვედით ობიექტზე, რომელიც ღია არის, მითხესო დანარჩენი ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა, მაგრამ სადაც შემოვედი პირველად რაც მომხვდა თვალში და რამაც უზომოდ გამაღიზიანა, ეს არის აი ასეთი მთელ პერიმეტრზე საჭერები. ნახეთ, აი ბუზის საჭერები. ნახეთ, ჯერ რაოდენობით ბუზი არის, ეს არ გეგონოთ მარტო იქ არის, სამზარეულოში ზუსტად იგივე სიტუაციაა. აი ნახეთ და აი ამ გადავსებულ ბუზის რაღაც საშინელებას, აი აქ ჭურჭელი და ეს არის შემოტანილი, აი გარედან შემოტანილი გასარეცხი ჭურჭელი და აი აქ ეგეთი საშინელება. ჩამოგლეჯვითაც ვერ გულიჭავ რომ გადავაგდო. ყოველ შემთხვევაში თვითონ მე პატრონეს თუ არ აწუხებს, არ ვიცი ახლა. ეს არის აი სრული დაცინვა მომხმარებლის და სამზარეულოს და ყველა კანონმდებლობის მოთხოვნით. აქ ნახეთ აი როგორი სიტუაცია არის, კერძებიც არის, თქვენ არ იფიქროთ ეს რამე ის არის. ტარაკანა ნახეთ, აი ტარაკანა ნახეთ. ტარაკანა შეხედეთ, ბევრი ძებნაც არ დაგჭვირდებებია, ნახეთ აი ტარაკნები საკმაოდ. აგერაც აი ჩაიდანზე, აი ჩაიდანზე ტარაკნები, აი ნახეთ. აი აგერ ჩაიდანში შიგნიდან აი ძალიან კარგად ჩანს. აი აქეთ ჩავდებ და ჩაიდანშიც აი ცხვირზე ნახეთ, აი აგერც არის დაზე ტარაკნები არის. ანუ ტარაკნები ეთყობა ბლომად არის. აი ამას შეხედეთ რამდენი დარბის ტარაკნების ბუმია ფაქტიურად ობიექტზე, აი აგერაც შიგნითაც ნახეთ რა საშინელებაა, აი ყველგან აბსოლუტურად ხელის მოკიდება და მიკარება მეშინია, იმიტომ რომ აი გიჟებივით დარბიან. ეთყობა კარგი ნაკვები ტარაკნები არიან და ენერგიით სავსე არიან. აი ყველგან აბსოლუტურად რასაც ვაღებ, ყველგან ტარაკნების ბუმია. აი შეხედეთ, ყველგან უამრავი ტარაკანა. აი არ იფიქროთ, რომ აი რამეს ვამეტებ, ნახეთ, აი ნებისმიერ კარადას, რომელიცაც ვაღებ. მაგრამ ტარაკნების გარდა შეხედეთ აბლაბუდები რამდენია
და ვითომ სუფთა ჭურჭელიც არის შიგნით. უჯრებში ტარაკნები არის, აი პატარა წვრილი ტარაკნები. არა, წვრილი არა. შეხედეთ, აი რამდენია, აი აქაც როგორ დარბიან, აი აგერ მისიკვდილებული, შეხედეთ. ეს ყველამ კარგად იცით ეს რა არის. ეს არის ხა ვერ გაჩვენებთ რა არის, მაგრამ თავის მასაჟორი, თმის მასაჟორი და თმის მასაჟორი აი აგერ უდევთ ჭურჭლის იმაში რა ქვია. ეს არის საშინელება და სამარცხვინო. სიგარეტს არ ვიცი გარეთ ეწევიან და შიგნით ეწევიან, ყოველ შემთხვევაში აი აქ არის საფერფლე. ეს ლუდი დალია ვიღაცამ და გასარეცხად შემოიტანეს. აი აქ შეხედეთ რა საშინელება, გულის ამრევია, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა. ნახეთ აი როგორი მდგომარეობაა, შეხედეთ რა სიბინძურია და ტარაკნების, აი ტარაკნების ბუმია, ამდენი ტარაკანა ძალიან დიდი ხანია არ მინახია. მოკეთ ვოცდები და ვოცდები, ჩემ გაოცებას საზღვარი არა აქვს ხოლმე. აი ეს არ გეგონოთ რომ არ მუშაობს, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და გარეთაც ხალხი ზის და საკვებს მიირთმევს, მაგრამ ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეს არის დამპალი ცომი. ეს არის ობი. ნახეთ რა სიბინძურია. ეს არის ხაჭაპურისთვის ყველი გაქნილი. აქ კარგი და ცუდი პროდუქტი ერთად არის. აზელილი და მაცივარი ნახეთ თვითონ როგორი ბინძურია. ეს რაღაც კერძია. ეს არის სამარცხვინო. აქვე ბოსტნეული არის. აქ ყველი არის, ყველი კარგია, ახალი კარგი ყველია. ბოსტნეულიც კარგია. აი ეს არის კაფე. აქ რაღაცა ძველი და ჭუჭყიანი მუყაოდებს იატაკზე. იატაკი ძალიან ბინძურია. ძალიან ბევრი ბუზია და ყველაფერი რა თქმა უნდა აჯდება პროდუქციას. ნახეთ, სიგარეტის კოლოფი, გასაღები, ყველაფერი ერთად საჭმელი, ყველაფერი ერთად ყრია. აი აქვე იდო ეთყობა თევზზე საცხობის პროდუქცია და ეხლა რაღაცა აი ნარჩენებია, ვერ გავიგე, აი ძალიან მოუწესრიგებელი. მე აღარ ვამბობ უკვე ინტერიერზე, პირველ რიგში აი ეს იატაკი არის ძალიან ჭუჭყიანი. და რა თქმა უნდა ეს არის უკვე დახურული სივრცე და აქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ აი ესეთ ცარიელ კილებს, რომელშიც ახლა საფერფლედ არის გამოყენებული. ვერ გეტყვით. აი ეს არის, არ ვეღარ გავიგე კაფეა, სამზარეულო რა არის. აქვეა ფაქტი რომ მაგიდები და საბაძლები ანუ მომხმარებლისთვის არის სივრცე, რომელიც არანაირად არ არის გადაღობილი, ანუ არც კედელი, არაფერი, ფარდაც კი არ არის და აქვეა ეს სამზარეულო ღია კარი, ბუზების დიდი რაოდენობა, სიბინძურე ყველგან, ნახეთ რამდენი ნაგავი ყრია, ეს აქვე ეს ტერიტორიაა, ამ რესტორნის უკანა ნაწილი. ნახეთ, საბარძლებზეც კი ყრია ნაგავი. ეს არის ბოთლი გამოყენებული და ბუზები ბუნებრივი არის, იმიტომ რომ აი ესეთი ჭუჭყიანი მაგიდა რო იქნება ბუზი, რა თქმა უნდა, ბუს იზიდავს ყველაფერი სიბინძურე და ჭუჭყი. აი, ნახეთ რამდენი ბუზია. აი, ნახეთ. ძალიან ჭუჭყიანია ყველაფერი, საშინელი ვენტილატორი. აი ეს ვენტილატორი უბიძურესი. რა უნდა ეხლა აი ამ წამალს, ხო, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მავნებელია ასევე ადამიანისთვის და აქვე ეს პროდუქცია, რომელიც იჭმება, ხო? ანუ ტორტს და ნამსხვრას რო დაადებ, უნდა შეჭამო შემდეგ. არ ვიცი, აი რა უნდა ახლოს ერთმანეთთან, არ ვიცი. ეს მე იმიტომ ვარ აქ შემოსული, აქ ალბათ მადონამ უკვე ყველაფერი გადაიღო, მაგრამ მე ვიღებდი შიდა სივრცე, სადაც მაგიდებია და ფაქტია, რომ მაგიდა სკამი, სამზარეულო და ყველა დანარჩენი უცხო ნივთი ყველაფერი ერთ სივრცეშია. აგერ შედი, გამოდი, არავინ ხელს არ გიშლის, რაც გინდა აკეთე. აქ არის ჩაყინული ცომები, რაღაც ხორციც და ჩაყინული ტარაკნები. ნახეთ, აგერ ტარაკანა ჩაყინული, აგერ ჩაყინული და ჩაყინული ტარაკნები, ნახეთ. ენ რაოდენობით ტარაკნებია შიგნით. ესეც არავითარ შემთხვევაში აი მეორადში არ შეიძლება იყოს რძეც გაყინულია, უგონ საიდანაა და უნებელია თუ
მავნე მაგას ვერ გეტყვით. აი აქ არის კიდე რაღაცა იცომეული და კიდე რაღაც პროდუქტები ჩაყინული. და აი აქ მზადდება, აი დღეს გაამზადეს ნახეთ, ხვეზლები, ეს დღევანდელია. თქვენ თვითონაც მიხვდებით, იმიტომ რომ ცხიმი არ არის ჯერ ამომშრალი და აი ლობიანი, რომელიც გაამზადეს ლობიანებისთვის ლობიო. ონიმედია იმ დაობებული ლობიო არ არის გამოყენებული, თუმცა რატო იმას იზამდნენ, რა ქვია, აი ბუზების εν რაოდენობით ნახეთ და კედლებზე შეხედეთ, ეხლა მინდა კედელი გაჩვენოთ. ტარაკანა, შეხედეთ, აი რამდენია, უბრალოდ ნახეთ, აი რა რაოდენობით არის, ნუ აბლაბუდებზე აღარ საუბრობ, რომ εν რაოდენობით არის. შეხედეთ, ეს ფქვილი ვადიანია და ნორმალურია. იატაკი მინდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია. ნუ ამას კარგად შეხედეთ, რა მდგომარეობაც არის, რა საშინელება არის და აი ესეც ვნახოთ. იმიტომ რომ ყველგან ტარაკნებია და ალბათ აქაც იქნება. კი ბატონო, აი ტარაკნები. ყველგან ტარაკნებია აბსოლუტურად. სადაც რასაც არ შევეხე, ყველგან არის εν რაოდენობით ტარაკანა. ასეთი ობიექტი, რა თქმა უნდა, არ უნდა მუშაობდეს, არ უნდა იყოს და ეს არის დანაშაული, რომ ამ პირობებში მზადდება საჭმელი. გარეთ მაცივრები არ არის, კიდე რაღაცაებია, მაგრამ აი უკვე აქ მეტი რა უნდა გაჩვენოთ, აი ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს, აუცილებლად გადავცემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ვაჩვენებ და აი ეს უმსგავსობა უნდა აღმოიფხვრას. კატასტროფულად სწრაფად, აი არავითარ შემთხვევაში, აი ამ პირობებში დამზადებული საკვების რეალიზაცია უნდა აღმოიფხვრას, არ უნდა ხდებოდეს. აი ნახეთ სტაფები რა მდგომარეობაშია, ყველაფერი ბინძურია, ყველაფერი სრული ანტისანიტარია და ყველაფერი სჭირდება აბსოლუტურად მოწესრიგება. აი, ყველგან ტარაკნები, აი ნახეთ, ყველგან აბსოლუტურად ტარაკნები. აი, ყველგან, რომელი კუთხეც არ უნდა გავაღოთ და რომელი უჯრაც არ უნდა გავაღოთ, აი ყველგან აბსოლუტურად გვხვდება εν რაოდენობის ტარაკნები. ობიექტზე ეწევიან, აი ნახეთ, აი ობიექტზე უკვე ჩდილისიც მეშინია, ჩდილიც ტარაკანა მგონია, იმდენი ტარაკნებია. აი ნეტა არ გავიტანე აქედან ტარაკნებს და მეტი არაფერი არ მინდა, არ ამყვებოდეს. აი მაცივარში ჩაყინული ტარაკნები და ჩაყინული ბუზები. ბუზი და თმა, აქაც ბუზი არის და იქეთ მაცივარში კიდე განახეთ, რომ ჩაყინა, აი აგერაც შეხედეთ. აი აგერაც ნახეთ. აი აგერაც. ეს არის სრული კოშმარი და ამაზრზენია. ამაზრზენია და აი აქ ღვეზლები და პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება და გარეთ ხალხი არის და ამას ყველაფერს მიირთმევს. ზუსტად საბაჟოს წინ ვდგავართ სარფში, ეს არის უკვე შიდა ტერიტორია, ანუ პარკინგი და აქ რამდენიმე კვების ობიექტია, მაგრამ აი დამათრგუნებელი სურათია, უნდა გითხრათ, ყველგან ნაგავი, რაღაცა გადაყრილი ნივთები, ყველაფერი მოშლილი, კაფე თუ იყო უკვე დაკეტილი და გაუბედურებული, იმდენი ნაგავია, აი ყველგან, აი ნახეთ რაღაცა გადაყრილი ნივთები. გეგონება ნაგავ საყრელზე ვართ და არა საზღვარზე, რომელიც არის სახე ჩვენი ქვეყნის პრინციპში, ხო? აი ნახეთ, აი ეს ნაგავი ეგრევე ყრია, მე მგონი თვეებია გასული, აქ არავის არაფერი არ გამოუტანია, ხო? აი ეს არ ვიცი, ვერ შემოდის ნაგვის მანქანა თუ რა პრობლემაა, არ ვიცი. ფაქტია, რომ უამრავი ნაგავია, აქ არის საზოგადოებრივი ტუალეტი, თუმცა აი აქაც მინდა რომ გადავიღოთ რამდენი ნაგავი და რამდენი სიგარეტების ნამწვავებით სავსე, რატო არ გვაქვს ჩვენ ამის კულტურა, რომ აი სიგარეტი გარეთ კი არ დააგდო, ხო, წახვიდე და ურნაში, თუნდაც აი ის გადავსებული ურნა და იმ ურნაში ჩააგდო და არა აი აქ პირდაპირ. აქვე ხაჭაპური ჭამა დატოვა, წყალი დატოვა, სიგარეტის ნამწვავი, მზესუმზირის ეს ყველაფერი. მოდით ვნახოთ საზოგადოებრივი ტუალეტი, აი ეს, აი ამას აქ რა უნდა უბრალოდ. ქალბატონებო, ვინ არის აქ, ვინ მუშაობს? აი ამას აქ რა უნდა, კარტოფილი გათალა და აქ დატოვა. რა უნდა ამას აქ? გაუგნებული ვარ რა, ტუალეტში შევდივართ და აი ეს ხდება.
ტუალეტი რამდენად მნიშვნელოვანია გასაკუთრებით საზღვარზე, ხო? იმიტომ რომ ადამიანი გადმოდის საზღვარს და შეიძლება უნდა შესვლა, ხო, ტუალეტში. ნუ აქ უნდა მოვიდეს. აი მოდით ახლა ნახეთ. აი ეს დაბრედილი სკამები, აი ესეთი და აი ესეთი შესასვლელი, რომელიც ღირს 1 ლარი. ნახეთ? 1 ლარი უნდა მისცე და აი აქ ამ სიბინძურეში შენ მოგცემენ, მოგიწყვიტავენ, მოგიგლიჯავენ აი ამ ტუალეტის ქაღალდს, აი ამას მოგცემენ და აი ესე შეხვალთ ტუალეტში. ეხლა მინდა რომ ოდნავ ავიხედოთ და ის აბლაბუდებიც დავათვალიეროთ. აი ესეც მინდა რომ ვნახოთ. აი ეს ხელის მოკიდება აკრძალულია. არ შეიძლება. იმიტომ რომ თქვენ აქ ხელს კი არ დაისუფთავეთ, პირიქით დაისვრით. არაფრის შეხება არ შეიძლება. აი ამ დაჟანგული ონკანები და აი ეს ბინძური ნიჟარები არ მინდა. აი ეს სარკე, რომელიც ნახეთ რას გავს. ჟანგისგან გაფუჭებული დალაქული, ჩამტრეული კარი, ვინ ამტრევს, ვინ ეტყობა არ უშვებდნენ და ჩამტრიეს კარი. გაიქცა სამწუხაროდ ქალბატონი, რომელიც აგროვებს აქ ფულს, აგერ თავისი ფულიც კი დატოვა, აი ხურდები არის აქ. რატო გაიქცა ვერ გავიგე, ეტყობა არ უნდა იმ კითხვაზე პასუხების გაცემა, რაც ჩვენ გვაქვს. შეიძლება იმ ქალბატონს საერთოდ არ ეხება და ვიღაცა სხვა არის მფლობელი ამ ობიექტის, მაგრამ კითხვა ძალიან ბევრი გვაქვს, რატო ესეთი საშინელი სიბინძურე, აი ნახეთ, აი აქაც ხო, სადაც მრიცხველებია იქ და აი აქაც ნახეთ როგორი სიბინძურეა, აბლაბუდები და ნაგავი. ყველგან რაღაცა საშინელება, ну აი არ ვიცი რა. საზღვარს თუ გადახვალთ და საქართველოს ტერიტორიაზე შემოხვალთ, აი ამ საპირფარეშოს არ გირჩევთ და ზოგადად მე არ მესმის რატოა ჩვენი ულამაზესი კუთხე აჭარა აი ესეთ მდგომარეობაში. თუნდაც გარკვეული ნაწილი. კი ბატონო, ძალიან ლამაზია ბულვარი, პალმები, აგერ ხედი, შეხედეთ როგორი მთებია. აი ეს ჩვენი მთები აღარ არის მართალია უკვე, მაგრამ ну არ ვიცი, არ მესმის, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატო არ შეიძლება ამ ადგილის მოწესრიგება. სარფში საზოგადოებრივი ტუალეტის მდგომარეობა გაჩვენეთ ახლა ჩვენ. ერთ კილომეტრში სარფია, ანუ საზღვარს მივუახლოვდით, მაგრამ ზისპირა რესტორანი შევამჩნიეთ რამდენიმე 1, 2, ნამდვილად 2 თურქული რესტორანი გაიხსნა. ვხედავთ წარწერებს, სრულიად ახალი, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა შევიდეთ და ვნახოთ, აბა ახალი კვების ობიექტი გაიხსნა, აბა როგორ პირობებში ამზადებენ საჭმელს. აქ ძალიან ბევრი ტურისტი და თუნდაც ჩვენი ქართველი მოგზაური გაჩერდება. არის ცალკე სივრცე გამოყოფილი სამრეცხაოსთვის. როდესაც პროდუქტი გამოდის პირდაპირ სამრეცხაოსთვის გამოყენებული ჭურჭელი შედის აქ და ეგ სწორია, იმიტომ რომ ჯვარედინი დაბინძურება არ იყოს და შევდივართ სამზარეულოში. ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია, შუშებშია სულ გაკეთებული და პრინციპში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ მოვიდეს პანჯერასთან და სარკმელთან და ნახოს სამზარეულოში რა მდგომარეობა. ობიექტი არის ახალი გახსნილი, მაგრამ ობიექტი ფუნქციონირებდა, უბრალოდ სხვა ხელმძღვანელმა გადაიბარა და ვნახოთ აი როგორ მოუარა ობიექტს, როგორ დაიწყო მუშაობა. გამწოვი სუფთა არის, ნახეთ აი კვალიც არ არის კონდენსატის, გასქურა სუფთა არის, ყოველ შემთხვევაში, როდესაც კერძი კეთდება, მერე უკვე ეტყობა რომ ასუფთავებენ. ერთადერთი რა არის, აი დასაჭრელ დაფაზე ტილო არ უნდა იყოს და მოდით გვერდზე დავდოთ. ეს დაფა გამოსაცვლელია დამეთანხმეთ, ერთგვაროვანი არ არის. კი ბატონო, ნუ ეს დაფები უფრო აი თუმცა ისენიც კარგად აი როდესაც სიშავეს უკვე სისავე ჯდება დაფაში, დაფა არის მოსაპირკეთებელი ან გამოსაცვლელი. ზედაპირები არის ძალიან მარტივად დასუფთავება, მათი შესაძლებელია და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ხორცის მაგი და კანონმდებლობით უნდა იყოს აი ესეთი პლასმასის აი სქელი ესეთი პლასმასის რომ ნაწილაკები არ აყვეს, ხის ნაწილაკები, თუმცა აი ამ შემთხვევაში
აი აუცილებელია, როდესაც აი ესეთი ნაპრალებია შიგნით, როდესაც ჯდება ჭუჭყი, ეს აუცილებლად ეს უნდა მოპირკეთდეს, დასუფთავდეს და იმედია მას მალე გააკეთებ. აქ ჩვეულებრივად რეცხვა მიმდინარეობს, კი ბატონო, და ეს გააკეთებ შიგნით და მე საგულს შიგნითთან გარესკენ. კილოების დასარეცხა დალბობილია, ხო. მაგრამ ხსნარში არის ალბათ დამბალი და მანდამაიც რო გითხრათ, ეხლა კარგი სამეზობლო ნამდვილად არ არის. აქ იწვება სხვადასხვა თქვათ კაბაბი, ბოსტნეული და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად მოპირკეთებულია. გარეთაც აქვთ მაყალი და აი იმისთვის რომ შემოიყვანონ მომხმარებელი, იმისთვის აი საოცარ სუნებს აყენებენ აქ იმაში, რა ქვია, ქუჩაში და ყოველას აბსოლუტურად უნდა რომ უკვე შემოვიდეს და გაჩერდეს და დააგემოვნოს. აქ უნდა იყოს აუცილებლად ბადე, იმიტომ რომ არ შემოვიდეს ბუზები და ამიტომ ისე თუ ასე ცოტ-ცოტა ბუზები არის ობიექტზე და ბადე უნდა გაკეთდეს ქართული კანონმდებლობით, იქ კი, მაგრამ აქაც უნდა იყოს დახურული, რომ არ შემოვიდეს და ამასაც გააკეთებთ, ალბათ, სადაც ამდენია გაკეთებული. იატაკი კარგადაა მოპირკეთებული და ოღონდ დასასუფთავებელია და ძალიან მარტივი დასასუფთავებელია, იმდენად აი მოვლილი არის იატაკი. ნახოთ რა ხდება მაცივრებში. მაცივრებში აი პროდუქტი განლაგებულია, ოღონდ ვადები არ არის აღნიშნული და ეხა გაუწევ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად ქართული კანონმდებლობით სტიკერები უნდა იყოს და ვადები უნდა იყოს და აუცილებლად შეფუთეთ და რატო ნახეთ ბატონო, აი ჩვენ რო გამოვიღებთ ამას და დავდებთ მაგიდაზე, მერე რო უკან ჩვენ ამას ვაბრუნებთ, გინდა არ გინდა, აი ამაში შეიძლება ჩაცვინდეს ის. ამიტომ თქვენ გაქვთ ამის საშუალება, რამე გადააკარით სუფთად. აუცილებლად სტიკერები უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ კი ინფორმაცია არ არის სრულყოფილად პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში ექვემდებარება დაჯარიმებას და ჯარიმა რო თავიდან აიცილოთ და თქვენ თვითონ იყოთ ვადებში გარკვეული, უნდა იყოს აუცილებლად ყველაფერი დასტიკერებული. ნუ ეს სასმელის ალკოჰოლის მაცივარია და ჩემთვის იმდენად მიმზიდველი და საინტერესო არანაირად არ არის. მე უფრო აი პროდუქცია მაინტერესებს და მოდით ნახოთ, აი ეს ყველაფერი უნდა გქონდეს შეფუთული, ხო? აუცილებლად. მე არის კიდე ესეთი მოთხოვნა, როდესაც აი შეფუთული და შეუფუთავი პროდუქცია ერთად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ისურება აქედან. ამას სადისტრიბუციო მანქანაში ზოგჯერ სადდებენ, ზოგჯერ შადდებენ და ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მაცივარ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ და როგორც ისენი გაქვთ დასუფთავებული, აი ეს კუთხეები ყველაფერი დამისუფთავეთ, აი ესეც, იმიტომ რომ ეს მაცივარი აშკარად სასწრაფო დასუფთავებას ითხოვს, აი კატასტროფულად, მით უმეტეს ყინვა არის, რომელიც სასმელში გამოიყენება ალბათ, ხო? სასმელებისთვის აუცილებელია. ესეც ყველაფერი ის რა არის? ყაურმა გააკეთებინა ეს მზად ყაურმა. ხო, კი ბატონო, ყაურმა მზად რო არის, აი ეს ყაურმა უნდა იყოს აუცილებლად ცალკე კიდე კონტეინერში და თავდახურული და ვადა უნდა იყოს მითითებული, ხო? რამდენი აქვს შენახვის ვადა. აქ ნახოთ რა მდგომარეობაა. ეს კარგად არის, აი შეფუთულია კარგად, ოღონდ ვადა უნდა იყოს, ეს არ არის კარგად. ეს გააკეთეთ, მას ზემოდე ამას არ ხმარობ? არა. მაშინ აქაც არ უნდა იდოს, ხო? ეს არ ნამყარა, ნახოს, ესენი ახლა მე ეგრე გააკეთე, მანგალში გაუშვით. მანგალში გაუშვებთ, მე ხო. სუნი უნდა იყოს და კარგი. სუნისთვის არის მანგალზე რომ სუნისთვისა გაქვთ გასაგები. გასაგები, ანუ ესა გაქვთ მანგალისთვის მონარჩენი ნაჭრები, უბრალოდ აი ნახეთ როგორი მარკეტინგული ხრიკია, აი რომ მოიზიდონ და ეს რა ქვია, შემოიყვანონ მომხმარებელი, აი ასეთ რაღაცებს ნარჩენებს მანგალზე აკეთებენ და აი აქ ტრიალებს არაჩვეულებრივ მადის აღმზრდელი სუნი და ჩერდება მომხმარებელი და შემოდის. კი ბატონო, ეს პატარა იშმაკობა. ჩემს უკან აბობოქრებული შავი ზღვა, ქარია, უამინდობა, მე კი თურქულ მუსიკას ვუსმენ. აი და რა თქმა უნდა თურქულ ჩაის დაველოდები თუ გავჩერდები. ამჯერად სტუმრები არ ყავთ ალბათ უამინდობის გამო. ეს არის ღია ვერანდა, მაგრამ აქედან ვხედავთ რესტორანს. მოდით დარბაზიც დავათვალიეროთ და შევაფასოთ ეს ახალი რესტორანი სარფთან ახლოს რესტორანი აურას. ამ აღელვებულ ზღვის ფონზე ძალიან კარგია შესვლა დახურულ სივრცეში და ესეთ მშვიდ გარემოში
აი ესეთი თურქული კერძების მირთმევა. აქ არის ხორცის კერძები, ნედლი, რომდელიც შემდეგ შეიწვება და რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი იქნება. აი აქაც რაღაც ბოსტნეულის კერძებია. ვერ ხედა აგერ მეთქი ტკბილეულობა როგორ არ არის და აგერ ჩვენი ფახლავაც არის ნამდვილად. დარბაზი უსუფთავესი. აი რამხელა კონტრასტია, ბინძური იატაკები, სადაც ჩვენ ვიყავით დღეს და აი ეს სუფთა გაწკრიალებული იატაკი. გასაგებია რომ ახალი გახსნილია და მოწესრიგებულია ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ რომ აქ აშკარად მუშაობს დამლაგებელი და ითხოვენ წესრიგს. ნახეთ როგორი სუფთა თეთრი მაგიდის გადასაფარებლები, ზემოდან არის ესეთი გამჭვირვალე ასევე კლიონკა. ჭურჭელი, სუფთა მე რასაც ხედავ, დახურული სამარილე, შაქარი, ხელსახოცები და ყვავილებიც კი არის. აი თითქოს არაფერი დიდად ინტერიერი არ არის, მხოლოდ აი ეს კედლებზე ვხედავ სურათებს, ეს ბათუმის ხედებია. ეს არის ბოსტნეულის მაცივარი, კი ბატონო ბადრიჯანი. ეხა ნახეთ ბატონო აზიზ, აი პრობლემა სადა გაქვთ. არა, ეს გარეცხეთ უბრალოდ დაასუფთავეთ, ხო? აი ესენი დაასუფთავეთ აუცილებლად და ბოსტნეულია თუ რაც არის, მაცივარი უნდა იყოს მაინც სუფთა, ხო? აი მაცივრებში, აი კიდე რა პრობლემა გაქვთ, ნახეთ? აი ბოსტნეული და ხორცი ერთად. არა, აი ეს გაგეთენ ერთად. დაბასტურნებული, ხო, მაგრამ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველგან ერთი და იგივეა, ეს დამისუფთავეთ, ხო? ტემპერატურული რეჟიმი კარგადაა დაცული. კი ბატონო და აქაც ნახოთ უჟანგავია ყველაფერი და ყველაფერი ეტიკეტები შენახულია და ყველაფერი ეტიკეტირებულია. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული და ყველაფერი უჟანგავია და აქ სისუფთავის დაცვა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. ტაფებიც სუფთა არის და კარგი არის და აი როგორ არის იცით, აი ხელი შევლება რო ჭირდება. აი ესეთი მდგომარეობა ზუსტად ძალიან მარტივად შეიძლება აი ტერიტორიის დალაგება. ეს რა არის? ღია რო გაქვთ ისინი, აი ნახეთ, იმიტომ შემოდიან აი ესეთი რაღაცეები, ხო? ხო, ეს ჩაის მოწყობილობა, კი ბატონო, ძალიან აი გემრიელი საოცარი ჩაი არის, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ჩაი და ოსპი არის ჩემთვის აი ძირითადად საკვები თურქეთში, როდესაც მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ყველაზე გემრიელი იქ ეს არის. ამ ადგილს ამშვენებს ბუნება, აქეთ კლდე და იქეთ ზღვა. ულამაზესი ბუნება, აი თუ კი წამოხვალთ სარფისკენ, აუცილებლად დააკვირდით, რამდენ სილამაზეს ნახავთ, ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამას აფასებენ ასევე უცხოელები. ეს რესტორანი გახსნა თურქეთის მოქალაქემ, მაგრამ თუ როგორ მიყავს მას ბიზნესი, მე პირადად მომწონს, იმიტომ რომ არის სისუფთავე და მე მგონი მადონად საკმაოდ კმაყოფილია, იმიტომ რომ სამზარეულოც მოწესრიგებულია. მოგრად ეს იყო სულ, რაც შემიძლია ვთქვა ამ რესტორანზე, აურას, ეს არის გზისპირა რესტორანი, 1 კილომეტრში უკვე სარფია და საზღვარია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რეპორტაჟებს, რა თქმა უნდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და ადგილებიდან.